სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი 22 წელია თბილისში დევნილობაში ფუნქციონირებს. განსაკუთრებული დატვირთვისა და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მატარებელმა სასწავლებელმა რთული საგანმანათლებლო ფუნქცია დაარსებიდან დღემდე საინტერესოდ და ღირსეულად, მაგრამ ამავდროულად სირთულეებით გამოიარა. სოხუმის უნივერსიტეტის 7 ფაკულტეტზე 2900-მდე სტუდენტი სწავლობს. სულ მალე 7 ფაკულტეტზე დეკანის არჩევნები იგეგმება. დეკანობის მსურველი ორ-ორი კანდიდატია წარმოდგენილი. ჩვენი გადამღები ჯგუფი სტუდენტთა თხოვნით წინა საარჩევნო გარემოთი და კანდიდატთა საარჩევნო პროგრამით დაინტერესდა და მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტს ესტუმრა. იმ დღეს სტუდენტებს შეხვედრები ჰქონდათ დეკანობის მსურველ კანდიდატებთან, პროფესორებთან, ნანა გულუასთან და მალხაზ აშორდიასთან. პირველი შეხვედრა ამჟამად დეკანის მოვალეობის შემსრულებელთან, ბოლო 6 წლის განმავლობაში მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანთან მალხაზ აშორდიასთან შედგა. შეკრებილ სტუდენტებს პროფესორმა მის მიერ განვლილი პროფესიული გზა გააცნო და დეკანობის პერიოდში საკუთარ მიღწევებზეც ისაუბრა. ცოდნა მოითხოვოთ ჩვენგან ეს ცოდნა. გასაგებია პრინციპი? აი ეს ახალი საბაზრო ეკონომიკის პიესა. მე ხოს რაში ვიხდი? მე სტუდენტთან ვარ სტუდენტი, დამლაგებელთან დამლაგებელი, მეცნიერთან მეცნიერი. ჩემი სტუდენტები არიან როგორც თავისუფლად შემოდიან თავი და მაქსიმალურად ყველაფერში ვეხმარები, რაც შემიძლია. Ხონდა კონკრეტული შეკითხვები, რომელსაც ფაქტიურად ბატონმა მალხაზმა ვერცერთს ვერ გაგვეცო პასუხი ნორმალურ, რომელსაც სტუდენტებს ჭირდებოდა, ვერ დაგვირდა იმ დაპირებებს, რომელსაც სტუდენტები ითხოვენ, კონკრეტული კითხვები იყო, კონკრეტული პასუხები არ იყო, ზოგადი პასუხები იყო და ეს არ იყო ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი. ის რომ დეკანი ხარ, უნდა იყო გასული სტუდენტებში, სტუდენტების პრობლემით უნდა დაინტერესდე, უნდა იყო იმაზე ორიენტირებული, რომ სტუდენტს რა უჭირს დღეს, რა უნდა სტუდენტს დღეს. კომპიუტერების პრობლემა. ჩვენ უკვე მეორე კურსზე ვართ, გვაქვს კომპიუტერები, რომლებითაც ვერ ვახერხებთ პროგრამების გაშვებას, ვერ ვახერხებთ იმ განათლების მიღებას, რაც წესით უნდა მივიღოთ უნივერსიტეტისგან. აი ამ პრობლემებზე გქონდა საუბარი, ამასაც თუ გაითვალისწინებენ, ძალიან კარგი იქნება. მესამე კიდე რაოდენ ცოტა უხერხულიც არ უნდა იყოს, ეს არის წყლის პრობლემა, სასმელი წყლის პრობლემა. როდესაც წყალი უნდა სტუდენტს შევდივართ ოდიში და საპირფარეშოში და იგვიწევს წყლის დალევა, სადაც არ არის ანტისანიტარია, არ არის, უბრალოდ იქ არ უნდა ვსვავდეს სტუდენტი წყალს, რომელიც 2000 ლარს იხდის განათლებაში და არა მარტო განათლებაში, იქ იხდის, რომ ნორმალური ინფრასტრუქტურა იყოს, ნორმალური იყოს ყველაფერი. არ არის 6 წელი ცოტა, რომ მოგვარდეს ის პრობლემები, რომლებიც დღეს არის. დასწრების პრობლემა უნდა იყოს მოგვარებული. ან დასწრების იყოს სავალდებულო და დაიწეროს ის ერთი გულა იქნება თუ რაღაცა ცოტა мотиваციაცაც მისცემ სტუდენტს. პროფესორ მალხაზ აშორდიას წინა საარჩევნო ნებათა ღელვასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება გააჩნია. ყველანაირად ცდილობენ ფაკულტეტში მოიყვანონ ისეთი ძალები, რომელიც აი ხალხის ინტერესებს გაითვალისწინებს. მე კიდევ ერთხელ გეუბნები, ჩემ პროგრამაში ეს ყველაფერი გათვალისწინებთ, კომპიუტერების მოწყობაც, გარემონტებული ისინი ესე, ხედავთ, ერთი-ორი წელს გავარებთ, რა დღეშია, ხედავთ. ხმალთ ამას ამოსაღები საერთოდ. ცხადია, პირველში კომპიუტერები უნდა მოვიტანოთ აქა. მეორეში აი ხედავთ, ნეირონები დავაგეთ. რატო? იმიტომ რომ ცუდი პარკეტი ხო, ეს სამი საშუალება გვაქვს ჯერ. როგორც კი თანხა მოდის, აქ თანხიდან კაპიკი არსად არ მიდის. სწავლების ახალი რა იქნება, რაც მიღებული იყო ის არის ძალიან მოქნილი სწავლების სპორა, მაგრამ მეორე საკითხია თვითონ რა სწავლობენ, უნდა თუ არა სწავლა. და სხვათა შორის, აი სტუდენტკავშირში რომ იცევენ ბავშვებს, ძირითადად ჩამორჩენილი სტუდენტები არიან. აი ბავშვები იქ არ არიან. სტუდენტებთან შეხვედრაზე დეკანობის მეორე კანდიდატმა პროფესორმა ნანა გულუამ საკუთარი საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ფაკულტეტი ღირსეულ პოზიციაზე დადგეს. ნანა გულუამ სტუდენტებს მისივე ხელმძღვანელობით, ამავე ფაკულტეტის სტუდენტების მიერ მომზადებული ფაკულტეტის ინფორმაციული უზრუნველყოფის ავტომატიზაცია და ელექტრონული სწავლების პროგრამაც გააცნო. ის კარგი მეცნიერია, კარგი მათემატიკოსია, მაგრამ ჩემის აზრით ვერ არის ის მენეჯერი, რომელიც სჭირდება უბრალოდ ფაკულტეტს. ჩემი სპეციალობა ზუსტად ისეთი არის, რომ სწორედ მას სჭირდება განვითარება აქ და ნიჭიერი სტუდენტების მხარდამჭერით მე სერიოზული პროექტების განხორციელებას ვაპირებ აქ. პროექტებისა, რომელიც ჩემს უნივერსიტეტს წარმოაჩენს, მეტი პრინციპულობაა საჭირო და პრინციპულობა არ არის რატომ? ალბათ, იმიტომ რომ არ არის სტუდენტებთან კომუნიკაცია. პირველ რიგში სტუდენტი და მერე ჩვენი პროფესორი.
და მე ვსაუბრობ, რომ მე არ მინდა რომ რაღაც გზელ ვადიანად 4 წელი, 8 წელი ვიყო დეკანი. პირიქით მზად ვარ იმისათვის, რომ როგორც კი ახლებურად შეუდგება, ახალი ხედვები გაჩნდება, ინოვაციური მეთოდები დაინერგება, მზად ვარ იმისათვის, რომ გადავდგეთ. დღეს ორივეს მოусვინეთ, რა თქმა უნდა, ბატონი მალხაზიც რაღაც მხრივ მართალია, იმიტომ რომ ფინანსებს შეიძლება ვერ მოიპოვებდეს და რაღაც, მაგრამ ქალბატონი ნანა უფრო ჭეშმარიტს ამბობს იმ მხრივ, რომ სტუდენტთან უფრო ხშირი კონტაქტი უნდა გქონდეთ. ელემენტარული წყლის პრობლემა უნდა მოგვიგვარდეს და საკვებზე, არა თუ ან ზედა კორპუსთან, ან ქვემოთ ორი გაჩერების გამო ჩავდიოდეთ და რაშიც 20 წუთი ნამდვილად არ ყოფნის. დაპირისპირება არის თანამედროვეობისკენ და ფაკულტეტის გაუმჯობესებისკენ, იმიტომ რომ მართლა ჩაძირულია ჩვენი ფაკულტეტი მთლიანად უნივერსიტეტში. ყველაზე დაბალ დონეზე ჩვენი ფაკულტეტია. დეკანობის კანდიდატთან შეხვედრებს სტუდენტთა თვითმმართველობის პრეზიდენტი ლაშა გაზდელიანიც ესწრებოდა. როგორც მან აღნიშნა, უნივერსიტეტში სტუდენტთა უფლებები დაცულია და ყველა პირობაა შექმნილი მათთვის. თქვენ წადით ჯავახიშვილის მაღალი კორპუსში, განივ კორპუსში, მეორე კორპუსში, მეოთხე კორპუსში, ილიას უნივერსიტეტის ერთადერთი კორპუსის გარდა ყველა კორპუსი მოიარეთ, გპ-ის ერთადერთი კორპუსის გარდა ყველა კორპუსი მოიარეთ და მაშინ შევადაროთ და იქიდან გამომდინარე ვილაპარაკოთ დანარჩენზე. ხა ყველგან არის პრობლემები, ყველგან არის რაღაცა შეფერხებები, მაგრამ როგორც ასეთი სწავლა მიმდინარეობს შოუ რეჟიმში, კომპიუტერების საკითხი უკვე უნივერსიტეტის ბიუჯეტზეა დამოკიდებული და ყველაფერი იქნება უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან გამომდინარე. ეს ეხება ძირითადად უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და არა რომელიმე ფაკულტეტის დეკანს. რანაირი ინფრასტრუქტურა იქნება უნივერსიტეტში, ეს არ არის რომელიმე დეკანის გადასაწყვეტი ან გამოსასწორებელი ეს ამბავი. ეს არის ადმინისტრაციის, სახელმწიფო უნივერსიტეტში, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს კეთილნებაზე დამოკიდებული. უნივერსიტეტში 7-ვე ფაკულტეტის დეკანის არჩევნების კამპანია გრძელდება და ჩვენი გადამღები ჯგუფი კვლავ თვალს მიადევნებს საარჩევნო პროცესთან მიმდინარე მოვლენებს.